ამგვარად, მთელი ჩვენი პლანეტა დაბინძურებულია მიკრო და ნანოპლასტმასებით და ჩვენ არსად გვაქვს გასაქცევი. ეს ნაწილაკები ჩვენში და ჩვენ შვილებში აღწევენ და ჩვენი სხეულის სულ უფრო მეტ უჯრედს აზიანებენ. ამიტომ, პლასტმასის დაბინძურების პრობლემის გადაჭრა არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აშკარა გამოსავალი პლასტმასის აღმოფხვრა და დაგროვილი ნარჩენების გადამუშავებაა. თუმცა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ნამდვილად საკმარისი იქნება ეს? პლასტმასის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის ილუზია. მაშინაც კი, თუ დღეს პლასტმასის წარმოებას შევწყვეტ და ბოლო პლასტმასის ბოთლსაც გადავყრით, ის ჩვენს ოკეანეებში მინიმუმ 400 წლის განმავლობაში დარჩება. შემდეგ კი მიკრო და ნანოპლასტმასის მოგზაურობა დაიწყება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენს კაფეში პლაკატი წარწერით. თქვენ შეიძლება თქვენი შვილიშვილები ან შვილთაშვილები ვერ ნახოთ, მაგრამ მე ვნახავ, წერია პლასტმასის ბოთლზე და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა. ოკეანის პლასტმასის დაბინძურების მასშტაბის დათვალიერებისას ცხადი ხდება, სრულ გაწმენდას შეიძლება 1000 წლეულები დასჭირდეს. ამჟამად მსოფლიო ოკეანეებში დაახლოებით 200 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია. ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 20,000 ტონის ამოღება ხდება. ეს წარმოადგენს პროცენტის 1/100-ზე ნაკლებს არსებული მოცულობის ძალიან მცირე ნაწილს. ამ ტემპით სრულ გაწმენდას დაახლოებით 10,000 წელი დასჭირდება. და ეს იმ პირობით, რომ ჩვენ ახლავე შევწყვეტთ ოკეანეში პლასტმასის ჩაყრას. პლასტმასი ამჟამად გარემოში ისეთი სიჩქარით ხვდება, რომელიც გაცილებით აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. მოვაცილოთ ან გადავამუშავოთ იგი. დაუშვათ, რომ კაცობრიობა ტექნოლოგიურ გარღვევას მიაღწევს, კოლოსალურ რესურსებს დებს და 5-ჯერ გაზრდის გამწმენდის ეფექტურობას. მაშინაც კი დასუფთავებას დაახლოებით 2000 წელი დასჭირდება. პრაქტიკაში, ჩვენ ვერც კი გავუმკლავდებით მიმდინარე ყოველწლიურ დაბინძურების ნაკადებს, რომ აღარაფერი ვთქვათ 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენების შედეგების აღმოფხვრაზე. ჩვენ არა მხოლოდ ვერ ვაშორებთ ბიოსფეროში დაგროვილ ყველა პლასტმასს, არამედ ეს საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც.